მად მოდი ზაქრო. Раз. Два. Раз. უყურე როდის მოასწრეს ამ შობელ ძაღლებმა მონასტერი ბიჭო ეს ხო ჩვენი კანდიდატია ეს ბიჭო კანდიდატი აღარ არის. ეს არის ეშმაკი. ეშმაკი სატანა. ასე თუ გავაგრძელეთ უკუჩვენება გვექნება. უკუჩვენება. ტვინი არ გაქვს ხო? значит სტრატეგია იძლება სტრატეგია არა. ტაქტიკა. მთელი უბანი უნდა მოვიაროთ. აბა. მეოთხე თავარ რიგით მესამე პარტიაში მიკროლიდერი. აბა. სულ ასე არჩევნების წინ დავდივარ ღამეებს ვათენებ. ამ პლაკატებს ჩემი ხელით გავაკრავ, ჩამოვხარ. გავაკრავ, ჩამოვხარ. გავაკრავ, ჩამოვხარ. ძალიან გართულდა პოლიტექნოლოგიების აკრო, ძალიან გართულდა. ეს პიანის სულ დაუნდობელი გახდა. დაუნდობელი. ვაი. ყოფილიყავი. გავრჩენილიყავი მარტისტად, რა მინდოდა, დაჭირი მინდოდა. ალექსანდროვიჩ აი იმ ფილმში რა მაგარი ხარ აი რა ქვია სათაურებს ვერ მახსოვრებ ხო მოკვდა კინო აღარ იყო სამუშაო რა უნდა ქნა ისე რამდენ სერიალებს იღებენ ახლა სერიალები ჩემო კარგო მაგრამ ნამდვილი კინო სერიალი რა აი ნამდვილი კინო სულ სხვა აი ისცენა რო ალექსანდროვიჩ ისცენა აი მკვდარი მონღოლი თქვენ ახართ რა ალექსანდროვიჩ ოდისე ბიჭო ონისე ვაიმე რა უბედურება ეს თვალღიაძილი გამაგიჟებს ეს კაცი ოდისე ბიჭო საკოკი მანქანა და წავედით რა საით დაკოქი მანქანა და წავედი იმე რას ხმუის ამ სიჩუმეში ეს რა უბედურება რა კარბურატორი უფროსო დადი ხო მომინათე ბიჭო შენ გავს აი ცხვირით გავს მომინათე ბიჭო
ი გამოიხარ. გამომეთქი. უყურე უფროსო. აი ეს ოლიგარქები აბა დავიჭერდა ფანძე. ვამხელკიდეთ ფანძე ამათ რა. მიდი ბიჭო დაკოქე მანქანა. მიდი დაკოქე მანქანა, დროზე წავიდე, მიდი. ჩქარე, ხო მეხანა. დაკოქე, ბიჭო. დაკოქე, ჩემო შენა. კარბურატორი უფროსო. ჭედავს. აი, ფუშედი. ვითომ გძინავს არა? სუნთქვაზე ხვდები როდის გძინავს და როდის აფერისტობს ლოთოშენა. ამ დილაუთენია უნდა მაცემინო თავი. რა გინდა ხალხო? შენი სიკვდილი მინდა შენ. შენივე გაკეთებულ კუბოში მინდა ნადრევად გნახო შენ დამპალს. ღმერთო რა დაგიშავე. რატო გადავეყარი ამ კაცს, და სულელი, თვითონ ლოთი, რა მინდოდა მუჯიშოების ოჯახში. მე რო პატიოსანი ქალი არ ყოფილიყავი და ეს ბავშვები არ ყოფილიყვნენ. გაბოზდებოდი? დიახაც გავბოზდებოდი. და ღირსიც იქნებოდი. დამპალშო. რამდენჯერ გთხოვე, წავიდეთ მეთქი. არა, აი ამ წუმპეში გინდა რომ მოკვდი, აი არახში და ღვინოში, ლოთოში. მინდა შენთან გვინდა. შეიძლება. რიზიკო ამრედი, ბავშვები გაიგებენ. რიზიკო. სულელი შენი რიზიკო. დაუნი, გესმი? დაუნი. მე რა დავაში. იცი რა კაცი მეძლეობდა? ბაკალავრია რა. მე ხა ჰოლანდიაში უნდა ყოფილიყავი. კიდე აქ კარუსელებზე დავდივარ. კიდე თავის დას რიზიკოზე მელაპარაკება. ჩემ დას თავი გაანებე. ერთად გავიზარ. ობლობაში. გაიზარდე. აბა. მამა გიცხონდა. ჩემი ოქრო ჩემთან. მოგუბოვე და დაუნი და. შებოზო. შებოზო. ხალი გასწიშე დამპალოში. ბებია შენი სარგინდა, ჰა? მოდი. აი რიზიკო? რიზიკო არა მოდია. ვაზი.
Ragazzinებს riziko. Mami გამაგიჟებს ეს ხოლმე. Ragazzinებს riziko. დილამშვიდობისა. თვით ვალერიან დავითურის შეწუხება მომიწევს. მანქანასო თავი გაანებო. საარჩევნო პლაკატიც აღარ დაგვრჩა. გვაქვს ალექსანდროვიჩ. რა გვაქვს ბიჭო რა? გვაქვს. შემასწავლე მე რა მაგდა რა არა მაგ? მანახე. გვაქვს ალექსანდროვიჩ. ვაიმე შეიდიოტო შენა. ქალია ბიჭო ჩვენი კანდიდატი? ქალია ჩვენი კანდიდატი? ეს იმდროიდელია მეორედ რო ვიყავი რიგით პირველ პარტიაში მიკროლიდერი. ვაი შეს პატრონს დაეგდე. ვაიმე რა დღეში ვარ, ვისთან ვარ, რა დღეში ვარ, ვის ხელში ვარ? უიმე Да, секунду. Батону Валериан. Звонит Бардаули. Да, Бардаули. Соединяю. გამარჯობათ ბატონო ვალერიან. მე ანზორი გახლავთ ბარდაული, შავი უბნის მიკროლიდერი. დიახ. ბატონო ვალერიან, ჩვენმა ჟიგულმა მოგჭამათ ჭირი, ბატონო ვალერიან. ეს როგორ? კარბურატორმა გაჭედა, კარბურატორმა. სად გაჭედა? სად გაჭედაო? ჟიგლიორში. რაშო? ჟიგლიორში. ჟიგლიორში გაუჭედია ბატონო ვალერიან, ჟიგლიორში. უეჭველი გაჭედავდა ისე იდგა საქმე ბატონო ვალერიან. კიდევ რა? რა და კიდევ როგორ გითხრათ ბატონო ვალერიან, აი ეს ოლიგარქები ხო? ჯიპებით დასეირნობენ აქ. ჩვენ კი კარბურატორის ფული არ აქვს რო ვიყიდოთ. ყველაფერს ბირთვობა აქვს. საარჩევნო მარათონში მოგეხსენებათ. მე მეოთხედ ვარ მესამე პარტიაში მიკროლიდერი. ბატონო ვალერიან, მეოთხედ. და ეს ყველაფერი კარგად ვიცი. კიდევ რა? რა გჭირდება? პლაკატები გჭირდება ბატონო ვალერიან. იმიტომ რომ ჩვენი ხელით მოგვიწია ჩამოხევა. ჩვენი ხელით მოგვიწია ჩამოხევა. აბა? რატო? თუ მიახატეს ბატონო ვალერიან, ქები მიახატეს, ეშმაკის ქები მიახატეს. ვის? ჩვენ კანდიდატებს. ჩვენ კანდიდატს, დიახ. მე არ დასაჭერეთ. აბა რას ვიზავდით ბატონო ვალერიან, აბა ეხა ასე დავტოვებდით ამ საკითხს. კიკინები მივახატეთ ბატონო ვალერიან, კიკინები. პიტარასტი. თქვენ არა ბატონო ვალერიან. თქვენ არა ეს ისედია. შემდეგ. ფული გჭირდება და გამართული სატრანსპორტო საშუალება. ამომრჩეველი მოგეხსენებათ, ცოლივითაა ბატონო ვალერიან, სულ რაღაცას ითხოვს და ითხოვს. მე ამაშიც მაგ გამოცდილება. ორ ცოლ განაყრელი ვარ ბატონო ვალერიან, დიახ. როგორ დაგემართა? დაიც. მოხდა ასე. დიახ. კიდევ რა? რადა ეს ოლიგარქები სუფთას არიგებენ ბატონო ვალერიან, სუფთას. ჩვენ კი პლანის ფული არ აქვს რომ დავარიგოთ. რა მე რო იყოს? აიღებთ? ეგ რა პრობლემაა ბატონო ვალერიან. ეგ რა პრობლემაა. ეგ აქვე ფული იყოს მთავარია თორე აქვე ავიღებთ და აქვე დავარიგებთ ბატონო ვალერიან. ხო? დიახ. აქვე მოვიპოვებთ ხმებს. ჩვენ როდის შევხვდეთ ბატონო ვალერიან?
როგორ გითხრათ, აი გადამწყვეტი ბრძოლის ტაქტიკის ზოგიერთი ასპექტი მინდა შეგითანხმოთ მადონო ვალერიან. რა დოგა დამადექი თავზე. ნუ გზარ. არა, ბატონო. აბა ემზარ? რა ემზარი, ბატონო ვალერიან. ანზორი ვარ, ბარდაული, ბატონო ვალერიან. შაუბნელი ვარ, ბარდაული. შაუბნელი, ანზორი, ბნელეული, ბარდაული, ანზორი, ბარდაული ვარ, ბატონო ვალერიან. გაიგე, ცოლი. კეთილი. იბრძოლე ახლა ამათვის. შენი სახელიც კი არ ახსოვს წესიერად. საარჩევნო კომპანია მთავრდება. მთავარ ლიდერს ჯერ არ შევხვედრივა. გაგიჟდება კაცი და შედა იმას ყურის ანთება ხო არა? აბა რატო უკეთია ეს? რა ვიცი ალექსანდროვიჩი, რასთავი მაგ სოსულ ესეთია ეს გოგო. იმიტომაც ზაძის ესე მომღიმარი. არა ესე კეთილი გოგო ჩანს. კეთილი თუა ჩვენ კანდიდატს მიცეს ხმა. რა თქმა უნდა ალექსანდროვიჩი, რა თქმა უნდა. საით მიხვალ სათაო ოფისში თვით ვალერიან დავითურთან დანარჩენი იმან იცის ყველაფერი. გთხოვთ. ზაქრო დამალე ან დამაბნელე რა მოხდა ალექსანდროვიჩი? მადონა ჩემი ცოლყოფილი. ფული ბიჭი ინგლისურზე უნდა ვატარო. დაჯექი მადონა. ამასინად ხომ მოგეცი ინგლისურის ფული? ის ფრანგულის იყო. ბავშვმა რაც მეტი ენა იცის უკეთესია. არა, ისეც ეკვადაც ურვაც საჭიროა. ბავშვი აგებრალება მადონა? შენ არ მებრალები. ფული მადონა. არჩევნები არ ჩატარებულა ჯერ გესმის შენ. ჩატარდება არჩევნები, გავიმარჯვებთ, მომცემენ ნორმალურ სამსახურს. მერე გინდა ინგლისურზე ვატაროთ ბავშვი და გინდა ფრანგულზე და რაც გინდა სულო დაგულო. არა, როდის გაგიმარჯვე შენ? ეხლა რომ გაიმარჯვე, ჰა? წინა საარჩევნო თუ გამოგრჩება კაცი რამეს თორე მერე ვის რა შეჭirdები. ატყვებ კანდიდატებს, ატყვებ ამომრჩევლებს, ზოლებს და საცოდავებს. ფულის გარეშე ფეხის გამდგმელი არა ვარ აქედან. კარგი. კარგი. ჩავთვალოთ რომ
ენის მესამედ კურსს ყოფნის. ბავშვი შეიბრალია. აღარ ვარ მისი საწოდაობით, მადონა. არაუშავს. გეცოდინება როგორ უნდა ცოლშვილის მიტოვება. მანქანით გაგიშვებ, მადონა. ერთ ადგილას შეიტენე შენი დამჯღარეული მანქანა. გაიგე? შურის ძიება ერთგვარი როგორ მტანჯავს. არ უნდა ვიგეც ალექსანდროვიჩი. არ იცნობ შენ მადონას. ეგ ისეთი ტარტაროზია, არჩევნებს ჩაგვიშლიდა. მაგის ბრალია, სერო ვარ. ჩარლი ჩაპლინის 7 ცოლი ყავდა ბიჭო. მაგრამ კი არ დაუღწვიათ ის კაცი. საქმეს არ მოწყვეტილა ის? არა? აი ფილმში მომწონხართ ალექსანდროვიჩი. რა ქვია კაცო? სათაურებს ვერ მახსოვრებ. კინო. დიდი მაგია ბიჭო. ლატერნა მაგიკა. დღეს რა რიცხვია ბიჭო? მობილურ ჯგუფს რა დაურიგო? სულ წაიღო ფული იმ ტარტაროზმა, რა დაურიგო მობილურ ჯგუფს? რა მობილურ ჯგუფს, ალექსანდროვიჩი? ვაიმე, კარუსელის ხალხს, რამ გაგაშტერა, კარუსელის ხალხს. აბა ბიჭო. წავიდეთ, სტატუნთან ვიმალოთ ალექსანდროვიჩი. სად უნდა დავუბახა და ვიმალოთ, რას დაიმალები ამ ქვეყანაში, როგორ და დიდი კაცი. საკრო. ამას გადაეცი. თუ ვინმე გვიკითხა, არ იცის სადავართ. რა გაცინებს ლიზიკო? შენდა ეს სულელია? ამას არ ესმის ალექსანდროვიჩი. ეს სულელიცა. თუმცა ხდება ხოლმე რა. ღმერთო ნუ გადავრე. ღმერთო ნუ შემშლი ჭკუაზე. Anzor Aleksandrovich. Anzor Aleksandrovich. ჩემი მობილური ჯგუფი, ჩემი მზე, ჩემი იმედი. Anzor Aleksandrovich. დღეს რა რიცხვია? რატო გვიგვიანებთ ხელფასებს? კაცი გავაგზავნეს ათაოობაში. თუ გინდათ არჩევნების მოგება, კეთილიდები და ფულიც უნდა გამოყოთ მეთქი. აი ესეთი კაცრი გზავნილით მივმართე თვით დავითურს. ჩვენი მობილური ჯგუფი უთანასწორო ბრძოლაში უნდა ჩაებას ამ ოლიგარქებთან, რომლებიც საექსპრესო ავტობუსებით დაატარებენ ხალხს ამ კარუსელებზე. თქვენ კი მათ სათაო-ოფისში ორიოდე შაურის გაღებაც არ გინდათ ჩვენი იდეური თანამებრძოლებისათვის, ჩვენი კარუსელელებისათვის. ეგ ჩვენი ესეც უთხარით დავით. ესე იგი პირადად შეხვდით მას. ყველაფერს თავისი დრო აქვს. აი ეს არის ის მარშრუტი, სადაც ჩვენმა მობილურმა ჯგუფმა უნდა იმოძრაოს. კი ბატონო. სწრაფად და მობილურად. კი ბატონო. ხო, ესე იგი, აი ამ ვიწროებში ხო, მათი ტრანსპორტი ვერ გავა. აი აქ ჩვენი ვერ გავა, იმიტომ რომ აი ეს კვადრატი არის გადათხრილი მთლიანად, რო ეს ამ ვიმოძრავ. და ისა ჩვენ კი მათზე სწრაფად საარჩევნო უბნებამდე აი აქიდან მივალთ. გასაგებია პირდაპირ. იმედი მაქვს, ხო იცი, შენი მანევრირების. ყველა ხო არა ხარ განშიკი. გიცანით. გახსოვთ აი ფილმში რა ქვია, კაცო?
ვაიმე, ფილმში თამაშობთ, კაცო, თქვენ, ვაიმე, რა ფილმია? აი, დარმოუღოს თამაშობთ თქვენ. ვაიმე, რა ფილმია, კაცო, რა ქვია, კაცო, თქვენ ახლა. გიცანით რა, თქვენ ახლა. შელა მომავალზე უნდა ვკითხოთ ნათია მარტინოსოვას. უნდა ვიცოდეთ რას აპირებენ ოლიგარქები. ალექსანდროვიჩ, ხო, პოსლეზე არ ამკითხავს. ნაღდი უნდა, ნაღდი. თორე მაგან ჯადოც იცის? ნათია ჯადო ცნობილია. მეც. მადონაზე მაგარი ჯადო იცის? აქ წამოდით ის მახარი. წამოდი. ხალო, შენ არ გინდოდა რომ ეს კაცი შენი ქმარი გამხდარიყო? Я верно говорю. შენ არ ამბობდი რომ გაუკეთოთ ჯადო, გაუკეთეთო. тоже верно говорю. მე ხომ მოგიყვანა ცოლად მეტი რაღა გინდა. ასეთი რა თმინდოდა. აბა როგორ გინდა სოლნიშკა? თან ცოლად მოგიყვანოს, თან არ დაქლიავდეს, ეგრე სად არის? Ты же знаешь, что значит Натья Мартиросова Сичадо? Ага. რა ვქნათ აქ? ჯადო მოხსნათ როგორ? ხან გაუკეთე, ხან მოხსენი? საილო ტურნელი. ასეთი რა თქმა კროლიკია?
აბა ითხოვობა გინდათ თუ ჯადო თუ გამასუდრას კარტინკე ისე ჩემი არ იყო შენც უცნაური ვინმე ხარ. აი მე მაგალითად ერთხელ ბავშვობაში შემაშინეს და იმის შემდეგ თვალღი ამძინავს. შენ რატომ გაიყურებ მაგეებით თავს? ანისე! ვიღაც ქალი უზის ალექსანდროვიჩი. რა ქალი ბიჭო, შტერი ლიზიკოა. ისე ამ ლიზიკოს არა უშავს, ა? შენა ხო არ შევრთოთ ონისეს, ა? უხდებიან ერთმანეთს. ალექსანდროვიჩი, რა თქვენ ფილმის გადაღებაზე, ა? ლამაზი ქალი გეყოლებოდა. აუ, ა? ისევ ეს მანქანა გამოგატანე? კარბურატორი. რა კარბურატორი? ეს რა? ეს ბუშტებია. წინასაარჩევნო ნოვაციაო. გაბერეთო. იქაც ბერავდნენ. ამას უყურე ერთი რა. სათაო ოფისში ბუშტებს ბერავდნენ? ფული თუ გამოგატანეს, ფული. ფული გამომატანეს. აი და მომეწია. ახი გეს ჩაჯაკის მანქანაში. ისინი უფროსო. შეხედე ბიჭო, ამათაც ამ კუდიანს არ მოვაკითხე. ჯადო, არ გაგვიკეთო ბიჭო. აბა. ალექსანდროვიჩი, არჩინებს რომ მოვიგებთ. მოდი კარტინკებზე ვიაროთ ნათიასთან, ა? ამაზე მოვიდეს. საით ერთი მიდი რა ეკლესიაში დავიდეთ რა. ესე მგონია ეშმაკს მივყიდე სული რა. აი სამ ეშმაკზე რა თქვით? არაფერი, თქვი, წადი, მიდი რა. არა, იცით აი ის არა ქვია. აი ეს ალერიან დავითური. ხო. ცოტა საიჭო კაცი ხო არა ჭის. ბიჭო. ვის ლაპარაკობ შენ მაგას ბიჭო? ვალერიან დავითურზე ამბობ ბიჭო შენ მაგას? ჩვენი შტაბის მთავარ ლიდერზე. შეშლეგო. უყურე ერთი ამას შენ რა. ესე იგი მე კაცს ვერ ვცნობ ხო? ვინ არის არ ვიცი ხო? დაკოკე მანქანა ეხლა წადი ეკილენოზე. მიდი ეხლა. ენა დიდი რამა მომეშვა ხო იცი ხაი რომ გამოვედი ეკლესიიდან და დავისვენე ბიჭო ადამიანი გავხდი გიყვარდეს მოყვასი შენ როგორც მტერი შენ
რა მოხდა ალექსანდროვიჩ? ცოტ ხომ არა ხარ? არა, ცოლი ბიჭო, ცოლი. ვინ? მადონა? არა, მეორე ცოლი, მერი, მეორე. გაიარა? გაიარა, კი, გაიარა. აი, ხო ხედავ რა დღეში ვარ რა? შენ კიდე რაღაცები გელანდება რა. ბიჭო, ჩარლი ჩაპლინის 7 ცოლი ყავდა. ამ პატარა კაცს ყავდა 7 ცოლი, მაგრამ კი არ შეუჭამიათ ეს კაცი. გამინდია ამის დეთ ჩვენი პარტია ჩვენი პარტია მომავლის ჩვენი პარტია მამოგვეც ჩვენ თქვენ არ უთხარით ალექსანდროვიჩ. მანევრირებენ. რა ჩემ ფეხს მანევრირებენ ეხა ესენი, ა? ვაიმე რა. ადი. რა დავაშოვე? ფრინავით ებშებიდო? ფრინავით ებშები? რა ფრინავით თებშები შენ შიქხვარაგა ფრინავით ებშებია ბოზი თებშები არა ქვაბები რა სულ გამოსირდა რა იჩარი გამიშვი აუ გადმიდი ხარ გამიშვი აი რა ბიჭო შენ აი ამ ამინჩი რა უნდა თებშებს ა სულ გამოსირდი გადი ეხა აი ბიჭო რა თემშები ბუშტებია რა ბუშტები გეუნები ბუშტებია აუ თემშები ბუშტებია ბუშტებია რა თემშები ხო გეუნებოდი ბუშტებია თქო რა აუ რა კაია რა ბუშტები აუ მეც მინდა რა ისე ვიყო რომ ფრინავით ებშები დავინახო. გინდა კარგია, მაგრამ ამ კრისამ ყველაფერი ვენაში რო შეუშვა რა ვქნათ, რა არ შეუშვი? აბა ვინ შეუშვა? მე შეუშვი. აუ ჩემოთო კაი. ახუი ეხლა აქედან ბიჭო, გერეს აკედი, დავაი დროზე კუბო ჩაატრიეთ, ეს სირი ჩატენეთ. ახვარი ეს. აბა უფრო ნელა ეხა დროზე რა. ეს ბოზები ესენი. ეხა შეხედე ამათ რა უყო, ეხა წამოდი ამათ უყურე რა ეს გან. რა ეს გამომართვი? აი ეს გამომართვი, დავაი დროზე. დროზე და ბიჭო, დააფარე დროზე რა. მოგიდე ხელი, დააფარე რა, მამას კაი და. აგრა ხაერია შეპაროსე. დაიძე ხელი. აი ეს საუბრები ჩემო გოგონა გაჩერდა რა შენ გაუშვი. ბოდიშით რა. ზამანიანგა რა. არჩევნები დაიწყო და შენც გამოჩდი, არა? სულ ვაპირებდი რა ხო, მაინც მოვიდოდი ხო იცი. შიო. ბიჭებს პატები მინდა ვცე?
Значит, идет тотальная охота на голоса избирателей. რა ვქნათ აბა რა ვქნათ რაფო პარაშა სად არის პარაშა Параша ковид. Анзор. Выборы выигрывает не тот, кто голосует, а тот, кто считает голоса. И цемина такая, да? აბა Иосиф Виссарионович. ვა Томми 11, Верди 118. მაგარი იყო. აი ვინეჯდა რამკაში. შინა ბიჭო. გორელი ხარ ახარ. რა გორელი რაფოავლაბრელი ვარ თო ნიჩუ რაფო იმათ კანდიდატს იცი რას ამბობენ რა პეტერასპიო არ მაინტერესე ოიცი არა Значит, Парашас мастис ყოფილა. Параш! აქავა რა აღარ დამაცადოთ რა. მე ძახდით? პარაშ ერთი ბიჭებს პლანი მოვაწევინე რა. მაგას ისედაც ხო ვაკეთებ თუ? არა, ხო ჩვენი სახელით. Значит, выборы. Да, дво. რაფოჯან. სათაო ოფისიდან 1-2 კაპიკი გამომიგზავნეს რა. თითო ჭიქა გაგვეჭყრით და რა ვქნა? რატო კაც? ვეძლე. რასო? ამინდურსაც არ ავჭამდი. კაი. ბაშ. შენდა. არც პლანიტო. Biltebi. Დავბერდი, დავბერდი. გინდა არ გინდა სუფთაზე ვზივარ. რაფოჯან. სუფთა მაგრა გაძვირდა რა. რაფო, მე ხო იცი რა. აზარ, არ გაინტერესებს შენი ფულით რას მეწევი და იქნებ ვიწამლები თუ. Шучу. Гарфия. რა მოხდა ალექსანდროვიჩ? რა მოგივიდა? ოლიგარქები. რა ცუდად ხომ არა ხარ? ბიჭო ქურდი სტალინის ნაშრომს კითხულობდეს ღმერთო ნუ შემშლი ეგეთი არაფერი გამიგი Говорят, что нужно разъяснение. Какие разъяснения?
Все, что нужно было разъяснить, уже разъяснено и неоднократно. А что еще можно добавить этому разъяснению? Ничего. Александрович, Сталиნის სიტყვები საარჩევნო პლატფორმიდანაა. ნახე. აგებენ ასვლა ძმაო, რა ინაღლებად. ფული არა აქვს თუ რა? რა? დადი რა. ალექსანდროვიჩ, ჩემ ბინის სახურავის გადახურვა დაიწყეს. 10 წელია წყალი ჩამომდიოდა, ალექსანდროვიჩ, 10 წელი. ბიჭო, შენ ჩემკენ ახარ თუ იმ ოლიგარქებისკენ, ა? ვიში. ამას უყურე. გასკდა გული რა. უნდა დავლიო რა. ეხა თუ არ დავლი, ეგ გასკდა გული. ალექსანდროვიჩ, ეხლა რაც ვყიდით. დავლეთ და ახალი იდეებიც მოვა. ალექსანდროვიჩ, მე მგონი მოსწონხარ. კიდევ ესენი? ეს ოლიგარქები ეს. გააჩერე. მე ოლიგარქები ვარ. ჩავიდე. ხოდა მოდი ჩაჯდა. გამოი, მაგირო გამოი. გამოჩერდება. გამოდი. რას ბლატ? ოლიგარქება. გეშინია კეთო გამაგრი. სათაო ოფისი ჩვენთან არის. მე უკვე შევატყობინე თვითონ ვალერიან დავითურს. არ შერჩებათ ერთი წამით. არ შერჩებათ. მე მაგათ ვანახებ როგორ უნდა აქტივისტების ცემა. ისე პოლიტიკურად ეს მომგებიანია, კეთო გესმის? მომგებიანია. მე უკვე გამოცდილება ამის მაქვს. მე 4 ვარ, რიგით მესამე პარტიაში, მიკროლიდერი. გესმის? გალახულები იმარჯვებენ, კეთო. გალახულები იმარჯვებენ. ეს ფაქტი. მაგათ ზაქრო. გამაგრი. გამარჯვება ის ვენახა გადაო. ეს ცოტა ხანს გეყოფა. კეთო, გამაგრი. მერე სათაო ოფისიც მოგეხმარება. ზაქრო, გამაგრი, ზაქრო.
სათა ოფისი ჩვენთან არის. გალახულები იმარჯვებენ. გალახულები გაიმარჯვებენ. ზაქრო, მაგრად. ხედავ უფროს. ხედავ. აი. ეშმაკი. და გიგინებიანი კაცი უფროს. ხედავ. აი. რასა? ონის. არა. ონის. არა. მიწავი. ონისე, ბიჭო. ონისე. ყარაჯალაში მოდიხარ? სად ყარაჯალაში? შეხვა შეიშალა. ჩვენი საარჩევნო უბანი გაუქმეს და ყარაჯალას მოსახლეობას შეუერთეს. ახლა იქაურ კანდიდატს უნდა მივცეთ ხმა. რა უნდა მიცეთ? ხმა. ყარაჯალა ეგერ არის იქით და ჩვენ აქეთა ვართ. რაშმაშია? სულ შეიშალეთ თქვენ? ამას რა ელაპარაკე ახლა ამას. წავედით. საცახვედით ვალერიან დავითურმა იცის ეს ყველაფერი? ვალერიან დავითური ერთადერთი კანდიდატი ხარ. გააჩერე! რა ყარაჯალა? ის ყარაჯალა! ის ვალერიან დავითურმა ყველაფერი! რა ყარაჯალა? ის ყარაჯალა! გააჩერეთ! ვით დავითურს ყველაფერს! გააჩერეთ! ამ ჩათლა ხმაც გამაბითურა. ბინძური ცხოვრება. პატარა კაცების ბინძური ცხოვრება. ეხლა უკვე გესმის. მაგრამ მე რო არ ვიცი რა გითხრა. საღამო მშვიდობისა.